ადმინ საოლქო კომისიამ დღეს მერობის კიდევ ერთი კანდიდატი დაარეგისტრირა ბიზნესმენი დავით იასამიძე კომისიაში პარტია ირაკლი ღონტი და რეფორმატორებმა წარადგინეს. პარტია 2 თვის წინ ჩამოყალიბდა, რომელსაც უსკოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ფაღავა ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით პარტიას ბათუმის ყველა საარჩევნო უბანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც ეყოლება. რაც ეხება პარტიულ სიაზის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებით დაკომპლექტდება. მერობის კანდიდატის დასარეგისტრირებლად წარდგენილ დოკუმენტაციას საოლქო კომისია 1 დღის განმავლობაში განიხილავს და განკარგულებას პარტიას გადაუგზავნის. პარტია ირაკლი ღონტმა და რეფორმატორებმა მერობის კანდიდატად ბათუმს წარუდგინა დავით იასამიძის კანდიდატურა. აკადემიკოს მინდა აღვნიშნო აკადემიკოს ისმეთ იასამიძის შვილი, ბიზნესმენი დავით იასამიძე. ქალაქისთვის, ბათუმისთვის ცნობადი სახე, აკაზრილი დაბადებულია დავითი, ძალიან დიდი მის ავტობიოგრაფიას რო გადავხედოთ, ძალიან დიდი სამუშაო მოღვაწეობა აქვს ჩატარებული თავისი ცხოვრების მანძილზე. თავი ჩემი მიზანია ბოროტობას ვებრძოლო სიკეთით, რადგან ბოროტებს დავანახო მათი ბოროტება. აღვადგინო ის ბათუმური სიყვარული, ის მოვა და მეგობრობა, როგორიც შეეფერებოდა ტრადიციულად ქალაქ ბათუმს.